გამარჯობათ მეგობრებო. მადლობა. გასაგებია რომ ჩემი მოსვლა გაგიხარეთ, მაგრამ კალაც აქ არის და კაკოც ამოვე. ეს გაიყო კაკოზე და კალაზე. კაკო შემო. ბარემ მжდარიყო, აი ესეთ გამოცხადებას და შემოსვლას პირდაპირ მжდარიყო ადამიანი. კაკო მოვიდა. კაკო მოდი ვითომ არ გვინახი ხარ და მახარ ვითომ არ გვინახია. არ მინახავს. მახარ რამე თვალში ურტყავს რომ ისეთი მოძრაობა არ გააკეთო რომ თვალი გამოითხარო რაც თავარი. ფეხზე არ უნდა აუდგე და ხალხს თავი არ უნდა დაუხარო, იმიტომ რომ შეიძლება აჩი რა უცნაური ფორმატია რა. დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა? მახარა შეხედე. აი ესე ვიზო. არა ვერ. აი არა უშავს დაიკიდე. არა მოიცა ერთად. კაი. თამაში დაიწყო. დაშვებით. რავი, აბა შენ როგორ ხარ? აგერ ხალხი კითხულობდა კაკო სად არისო და რატო არ ამოხვედი აი რო ველაპარაკებოდით ხალხს? ძალიან ნაწყენია ხალხი შენზე. იმდენად მომეწონა ეს სცენა, ესე რაღაც გრანდიოზულად რომ გამოიყურებოდა კაკო რომ არის რეტროვერტი. ალბათ რომ დაამთავროს. ველოდებოდი რომ ახარა გამომიძახებდა. გამოიძახე. კაკოს მე 2 დღე მაზოლები ამომიყვანა და კაკოსთვის სხვა მოკლედ 2 დღეა მე და კაკო ძალიან დიდი დოზით ვიკვეთებით. რაში? აბა ახალი პროექტია, აქ ალბათ. ძალიან მაგარი პროექტი კი არის ესე. კრეატორია ახალი პროექტი. აი ეგ მე რო გინდოდ რომ ყოფილიყავი და რო ვერა ვარ და მე სხვებს რო უთხარი? ხო. სამწუხაროდ ვერ ახარ, იმიტომ რომ შენ კაკო რა პირველად გაიგე? ფერი დაკრავს. შენ იყო შანსი რომ ყოფილიყავი. კი. არა შენ ის აირჩიე. ბიჭო, რამდენი ხალხი ძალიან მიყვარხართ მართლა რა. შეიძლება თქვენ არ გინდათ ჩემი სიყვარული, მაგრამ ბოლოს გააცემს ბოლოს მახარა გადმოხტება მაყურებლებში და ყურადღებით იყავით. რიჰანა გამაკეთე. განსაკუთრებით წინა ხაზი. ბიონსე, აი ეს რომ გავიშ არ გამიშ. წინა ჩაწერაზეც გადმოხტა ოღონდ და არ იყო ხალხი გამხილებული და ერთ პოდკასტის ჩაწერაზე მე ფრენით ჩამოვალ სცენაზე რა. აი მე პირობა და მე ესე დაგვხვდები. აი ხო საჭირო იყო. ნორიოელისგან რას უნდა მოელოდო მართლა. აი შენ ხო რუსთაველზე ცხოვრობდი ბოდიში. ბატონო მე მე გიჟდუ ეზა ახალ წელს ფილარმონიაში თუ გავაკეთეთ. კაკო ეს არის რა ეს პოდკასტი. ხო კაკო რაღაც ხო არ ვისაუბროთ ამ საინტერესო თემებზე. ფილარმონიაში ხო ვაკეთებთ ახალ წელს ვაპირებთ ფილარმონიაში აი ეს მე ამდენი ხანი იმიტომ ველოდებოდი რომ ესე ვიდარიყავი ხო? კალას მინდა რომ სურპრიზი გავაკეთე და გაბზე იქ თავის სცენაზე დავაბრუნო ოღონდ როგორც უმფროსი აი ვიღაცების ქვეშეძდომი კი ანუ პიანინოს ბოლო კლავიში კი არა როგორც იმენა კალა ხო და რას უნდა მიაღწიოს კალამ რომ ეგ გადააფაროს და აღარ ახსენე ვერა მართლა ფილარმონიაში თუ პოდკასტი იქნება ტოპი და მე პირობას ვდებ რომ მე ფილარმონიაში არ ამოვალ ჩამოუფრინდები შეიძლება დიდი თეთრი კაბა მეცვას იმიტომ რომ კაცებს არაფერი გვაქვს ეგეთი ტანსაცმელი რომ ფრიალებდეს. ამიტომ რამე დიდი თეთრი კაბა და ქვევიდან ძალიან გთხოვთ ძალიან ბევრს ნუმიყურებთ. უბრალოდ ჩამოფრინდები და დავფრინდი. შეჭება გიჟანუ ხელებს შეკრული ლაპარაკობ რა სიქსულებს ანუ არა რატოა? გიჟი ხარ აბა რა ხარ? მოიცა რატოა? ჯესეც სტუმარი მოვიდა. ანუ ამდენი წელია პოდკასტი მიხავს შეჭება. ძალიან ხშირად ვარ და ჩვენ ვილაპარაკოთ მაშინ. არა კაკო ჩვენ ის ჩუმადა ჩუმად გდე. არა ჩუმად კი არ იყავ. არ მინდა მიდი ილაპარაკეთ. გისმენთ აბა? მიდი წამყვანო. თანა წამყვანო თუ. მიდი. აი ხვდები? რამდენი ხანი ვიყავი შუა? არა მე არ მინდა ეხა მარტო უზრდელი კი არა ვარ. ხო, მოკლედ. კაკო ილაპარაკე. კაკო. ის ნატურალურად ჩაგერთო და ეს უნდა გექანა ილაპარაკე. დღეს ჩემი და კაკო სტუმარი არის საგიჟეთიდან გამოქცეული ადამიანი. კაკო კითხე რამე, იმიტომ რომ კაკო გიყვარს. ის აკითხავს. მე მაგ კითხვა შენთან. მიდი. შენთვის რომელი იყო საუკეთესო პოდკასტი? ამოიხნეშა. ხო, ქალბატონი ნონა იყო. ძალიან მაგარი მართლა ანუ მე არ მეგონა ნუ ეჩრებით მახარას კითხეს ეხა თუ გაგიჟდა ეს მაგ ადამიანს თუ შეუძლია ეგრე ასაკობრივად რომ ზუსტად აღწერს დიდთან დიდი პატარასთან პატარა ვინ ქალბატონი ნონა არა მე მგონია რომ პირიქით არც კი სწყენია
ანუ ხდები ხო? ხო შეიძლება გაბუტულიყო წასულიყო. პირიქით რატო? და არა, პირიქით მე გამიკვირდა რომ ახარა შეძლებიას დილობიან ლაპარაკი ადამიანებთან, ანუ მე შენი ეს მხარეს დავინახე. რომ გამოკრას ხელი მართლა კაი კამა კაი. თუ გაინთავისუფლე ხელი მაქედან ხო? ყველაზე ცუდი კაკო მე ვერ კითხავს თუ ზასვამ შენზე ის ინტერვიუერი ვარ აქ. აუ არ ვიცი, ცუდი ალბათ ბიჭო, ცუდი ანუ ტექნიკურად ვიძახი რომ ტექნიკურად გივის სიხარულიძე იყო, იმიტომ რომ ეგ ნანახი მაქვს. მალე წავიდა. მე კაკოსთან კითხვა შეიძლება ერთი მას მიდი შეიძლება კაკო რამდენად ხვდებათ ხოლმე გულზე מחარას კომენტარები იმ იუთუბერებს ვინც აი გველები და ჯუნგლები და რაღაც სამავს ხოლმე რამდენად თან ძალიან მე ვერ დავიჯერო რომ ჩემ წინააღმდეგ არის מחარა პირიქით ჩემსკენ არის და ჩემ ხო ეს ყველას ესე აჩვენებს თავს ხო ეგრეა מחარ გველებიდან კაკო მართლა აი გვამებში კიდე აქ მონაწილეობა არ მივიღე ამაზონის ჯუნგლებიდან რომელი იუთუბერს ეგრე ვართ უკვე ქართველები რომ ამაზონის ჯუნგლებში რომელი იუთუბერს დაასახელებთ ორი კაციდან ვიცი რომ მე დამასახლები იმიტომ რომ მეორეს ორი არა 3-დან 4-დან არა იქ არ იყო ისინი ამაზონის ჯუნგლებში შენს მეკითხებოდი რას გეკითხებოდი და აი ეგ מחარამ რაც თქვა რა აი იმის გამო რომ ხალხმა გამოგიწეროს ხო აი რამდენად მართებულია იუთუბერმა მიმართოს აი 400,000-ზე რაღაცა ამას ამოვიჭრი მაგრამ მართლა ეხა დავიწყე შემდეგ ვიდეოში დავიწყე უკვე რა საკეთე იმიტომ რომ აზარტში შევედი შემდეგ ვიდეოში ანუ 300,000 გამომწერზე ანტარქტიდაზე წასვლა მინდა მაგრამ ჩაასკდება ეხა ყველა იქ მაგრამ საქმე პრობლემა გაჩნდა ერთი ასევე 500,000 გამომწერზე სოსო ერაუნდ ზე ვორლდს უნდა ანტარქტიდაზე წასვლა პინგვინების დედის დაიწყო ბოდიში და ამიტომ დიდი ომი იწყება ვინ ჩაასწრებს მაგრამ საბედნიეროდ გადავწყვიტეთ რომ ერთად კოლაბი ქართველები მოდიან ქართველები აუ აი წარმომიდგენია საწყობი დედა გარბიანჩ ანუ არ ჯობია მაგაში იყოს რომ რაღაცა განსხვავებული ნახოს ქართულ აუდიტორიამ ვიდრე დარცი ის რომ კედელზე გამოდმებით ამაზონ შეჩემათი ვიცნობთ ყველა მად მივედი მად მოვედი რა არ გესმის ხო შენზე რაც არის რო ვერ გავიგე მას ბიჭო ანუ შენ კონტენტზე თქვა რაღაც ძალიან ისე რომ მე ძალიან არ მესიამო მე დიდი კოზირი მიდრე კაკო რატო კაკო რა უბრალოდ ესე არა მოიცა ერთი წამი შენ ამბობ რომ ეს დაბლენდერების შოუები და რაღაცები რა ანუ არ ვარგა ბიჭო არა სამაგიეროდ מחარას აქ იდეალური რესურსი ანუ გუშინ გადაიღო ვიდეო და გუშინვე დადო მე ერთი თვია ვწვალობ და სადღაც 1 საათში დადო ვიდეო და ანუ აი ხა რამდენად კარგია თუ ცუდია ეხა ფიქრობ მოიცა ანუ ცეხევით აქ რა უკვე როგორ არის რაღაცა ვიღაც დაურეკა ახე მახარ რამდენად საინტერესოა რომ დამონტაჟება არ ჭირდება მიუშვი ეგრე არა გუშინდელი მარტო ამოჭრა რაბანასთან ვიდეო რაღაცები ამოაკელი ვიღაც გინება აჩიმ მოათრია 300 ლარიანი მაკარონი მარილი აუ ნუ მახსენე 500 ლარი გადაიხადა პარიკში აი თელი გაცემონე რომ აჩიკო დაგარტყავ მეთქი ეს პარიკი თუ 500 და ბავშვის თრებისგან გაკეთებული პარიკი მოიტანა ბიჭო. 80 ლარი გადახდილი ჩაკაფულში ერთებში. გავიგე, მაგრამ ის ჭამე რა. და ეს მაკარონი გვიდევს, ვერც ხარშავთ. რომ მოხარშოთ, როგორ ჭამოთ? ანუ 40 ლარიანი მაგიდაზე ხო არ შეჭამ რაღაცა სპეციალური. მე რა შენი კაკლის მაგიდაზე ახლა აი ჩემი კაკლის მაგიდა უკვე ძალიან ბიჭო არის რამე აზრი რაც არ ფილტრავდა აი ანუ რა გვიდობ რაღაც ხანდახან მოდი ამას არ ვიტყვი ახლა ეს ემოციურად მირწყავს აი კაკო შენი მიზანე მაიმუნს რო გადაასწრო ეგ არის თუ აი მაგას უფრო სარეკლამოდ იყენებ რო აი გამომიწერეთ თუ ორივე ალბათ მაიმუნს რო გადავასწრებ მე შევწყვეტ YouTube ბოდიში ის მაიმუნი არ ვითარდება ანუ არა ხო და ეგ არ სტრიმავს თან სწორ მაიმუნს ვიყო მივაგენი რომელმაც 3 წლის წინ შეწყვიტა ვიდეოების და აი რო დაუბრუნდეს და კაკო მეწევა ხალხო და მე რჩები YouTube-ზე მოხდა არ ვიცი მაშინ რა გეშვა იმას უთქვია რომ 2 მილიონზე საქართველოს ჩამოდის ხო და ყველაფერი ანტარქტიდაზე მედის ეგ. ხო, სხვათა შორის ეგ ზუსტად მაგ მისიით ვიყავი წასული იქ რა. მაიმუნის ხორცის საჭმელად. მაიმუნის ხორცს ჭამე?
მაიმუნს ხარ ჭამენაბა? არა, შენ თუ არ გიყურებია. არა, მე მახსოვს რომ რაღაცა იყავი რომ მაიმუნი და წავედი, მაგრამ ვერ ჭამე, მაგრამ აი ეს იუთუბერებს გვაქვს ეგ რა, მოიცა არ გიყურებია ჩემი ვიდეო. აი მეც ეგრე ვარ ხოლმე. იმას მოიცა არ გიყურებია ჩემი ვიდეო. ანტარქტიდაზე სულ ყველაფერი თეთრი როა, რა უნდა გადაიღოს 4 კაცმა. პლედი რო გაატანო מחარ ეგ თუ შეგიძლია. აი ეს ამაში გაიყინება, რამე უფრო თბილი უნდა. კაკო. ორი ვარიანტი, ან გადაასწრებ იმ მაიმუნს, ან სადღაც გიპოვიან და მიპოვიან? ანუ ცოცხალ მდგომარეობაში ისეთ ადგილებში დადიხარ რომ ანტარქტიდაზე? ხო. მარტო არ მივდივარ ხო? ბიჭო, მაგარი ძლიერი ხარ მართლა, აი. ვიღაცები რომ 500-ზე პირდებიან 300 და არტყი. აი, ხო, მაგრამ მე 400-ზე რა უნდა ვქნა, ხო არ გაქვთ რამე იდეა? მარსი. მე შემიძლია რომ კოსმოსში მე მქონდა ერთი იდეა რომ მე ვაპირებ რომ კოსმოსში გავიდე, ხუმრობის გარეშე ვიძახი. ოღონდ ჩურჩხელა უნდა გავიტანო კოსმოსში. აუ ეს რო გაგიცანი მაგას მეუნებოდი, ჯურჩხელა უნდა გაუშაო კოსმოსში. მახარას მაგარი მასშტაბური იდეები აქვს მართლა. აი თქვენ ხო არ გიჯერავთ რომ ის კრიოგენული კაფსულა რო ააწყვე და ფუტურისტული ეგ ძალიან რა სახელი შეხვენი კრიოგენული კაფსულა. ანუ ვაფშე არავინ იცოდა საქართველოში მე შემოვიტანე პირველი კრიოგენული კაფსულა, მე შემოვიდა კატეტ და ისინი სავადმყოფოებში და დადეს. რა არის ეგ? 500 მილიონი ღირს ეგ აპარატურა თან. კრიოგენული კაფსულა არის თავს რო იყინავენ რა. ეგ ავაწყე, ოღონდ ფილმს ვიღებდით მაგისთვის რა. არა, მოიცა ფილმს იღებდი ეგ მიფუჩეჭდა რა. კრიოგენული აი ეს מחარ ახსნის რომ ეხა ავაწყობ კრიოგენულ კაფსულას აქ ესე გაიღება კარი და რაღაცა გაზები ამოვა და რაღაცა და მეთქი აი რაღაც სერიოზულს იწყებენ ბიჭები აი სულ ამაზე მელაპარაკება და შეპყრობილია რომ ეხა კრიოგენული კაფსულა და აქედან განმოვა ის და ფუტურისტული სერიალი და გაცოცხლებული სივრცე რომ მოგცა מחარა მოგცა მაშინ მან კრიოგენული კაფსულა დააყენა კარში პროსტა ადამიანები რომ ვინც ხართ ნამყოფი რო იცოდეთ კრიოგენული კაფსულა შემოდიოდით ხოლმე ან შე ვერ ხვდებოდით რომ კრიოგენული კაფსულა არაფერი რა უნდა ქნას არა პროსტა შედიხარ არაფერი უბრალოდ გაგაგრილოს მე მეგონა რომ რაღაცა ფუტურისტული მიზნები ქონდა მაგრამ სერიალს ვიწყებდით სადაც ამაში გაყინული ვიყავი ამ კვირა და ეს რეალურად ავაწყეთ რა და ბოლოს კარად გადაკეთდა და მე კარების მაგალითად დავდეთ იმიტომ რომ ლამაზი იყო რა რენდომ 5 წავი იქნება? ეხა ბეჭა. გავხსნათ? ეხა ბეჭა დამს. შეგიძლია გახსნა და ვირტუალური ფუნქციები ამოიღო, პრინტერი გავუჭდა ოფისში. ასე რომ Facebook-ზე მესიჯის სახით მიიღებ random times. ვინ იღებს პირველი? ხალხი ბიდა სათამაშოს და პრინტერი გაგვიფუჭდაო, აი. ის ბინა უნდა ვნახო. ის ბინა უნდა ვნახო ერთი. რუსთაველზეა თუ არ ვიცი, მაგრამ რამდენი კვადრატია? 55. ვა, პრაიმ ჰაუსზე ორჯერ დიდი ანუ. 3ჯერ დაჟე. ის 3ჯერ. 25 წლის ივნისში ფარერებთა ამხანაგური თამაშის დროს საქართველოს ნაკრების შეცვლაზე შემოვიდა საბა ხარებაშვილი, რომელიც ჩვენი საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მინდორზე გასული მოთამაშე აღმოჩნდა. დაასახელე მისი ზუსტი ასაკი სტადიონზე შესვლის მომენტში. ახლოს ვინც იქნება, მიიღებს. ეხა ეგ რა აზრი და კალასთან როგორ უნდა არ მახსოვს მეც. რა არ გახსოვს. ანუ ზუსტი ასაკი წლებით თუ დავასახელეთ, რა ვიცი, 11 იქნება. რა გადმოდი. აჩი ახლა შეიძლება 26 თქვას, მაგრამ წელი არა, ჯერ არ გითქვა. წელი და თვე. კაი, მოგაწოდ, მადლობა. მართლა აქ დაეტევით. 16 წლის. აჩიკო უკარნახე საკედან და 10 თვე. 16 წელი და 11 თვე. ანუ 10-ზე ქვემოთ ჩემია, ხო? შენ აჩი ვინმე მიცოდა სწორებას ხრი? კი 16-ის, ხო? 16 წელი. მახსოვს 16 აბა, რავი, 18-ის იმიტომ რომ ფარერებთან 6-ით 1 არ მოვიგეთ თუ რაღაცა. იმიტომ რომ 18-ის იყო არველაძე, როცა შემოვიდა თავი. თავისი ხალხი ყავს ამას 6-ით 1 ხო მოვიგეთ. არა, ეგ არველაძის დროს. აი ადამიანმა აგერ 16-იო უთხრა. მაგ ადამიანს მიუწოდებს საჩუქარს. ტოპ მიუ. კი ბატონო. აგერ არის აი. ბურთი რა მოიგო. გააკეთე? ხისე მაყურებელი ხო არ ჩავთოთ. რაში? აი ამას. კამერას რატო ესროლე შეჩემ? მაინც გარეთ ვართ და გათამაშდა ბურთი, მაყურებელი ხო არ ჩავთოთ. გადათამაშდა. რასაც מחარ არასდროს იზამდა, მას რომ მოეგო ასე რომ საჩუქრები კიდე არის, აჩი?
ტიპი ათამაშებდა. აუ ბინა გავათამაშე ხა ის მეცოდეს 20 წელი რომ ბინა გავათამაშე ის კაცი რომ შედის სახში მეოცავს ახარ ვაიმე გაიხარე როგორ გაათამაშე 60-ზე Ford Fusion-ს ათამაშებდი და არ გაათამაშე იმის გამო. ვერავედი 300,000-ზე ძმა გავიგე და ისე გაგეთამაშებინა. რა 300-ზე კიდო და ო, ბიჭო ბიჭო. თქვი ამ Milestone-ს თუ დავდებთ Milestone-ში 250,000-ზე ტატოს მოპედი თამაშდება ანუ ეს აქტუალურია. აი. კალა ეს ისევ აქტიურია? აქტიურია კი ბატონო 250,000-ზე იმიტომ და 300-ზეც ტატო ვერ გაყიდა და უნდა რომ ჩვენ არა, ეგ 300-ზე როცა გაათამაშებ შეიძლება ძალიან ძველი იყოს უკვე. ეგ Ford Fusion. ანუ კაკო და ეს მოგზაურობის კონტენტი ბოლო აი ამოწურვადია როგორ შენ წერან კითხვი რომ რა უნდა ვქნაო როცა და მაგიდასთან ზიხარ და რაღაცებს აკეთებ, ეგ არ არის ამოწურვადი და როგორ შეიძლება მოგზაურობის კონტენტი ამოწურვადი იყოს? ანუ ამ ხელა სამყაროა. ნახე აუ მე ოზე ვიხედები ხო აუ მახარ მაგიდასთან რო ზიხარო მეცო და ვიღაცაო ერთი მოგზაურობის კონტენტი. კაკო მაცადე პასუხი გაგცე ხა აი, მაგ დავახტა. იცი რა არის ხა Specified ვიტყვი. შენ ხა კომიკურ ასკლადში გადაყავარ და ანუ ძალიან გთხოვ მახარ ესეთი რაღაცა გვითხრა რა რო ანუ ეს მაგიდასთან ჯდომაო არ არის ამოწურვა მაგრამ მე შორის შენ ანუ ოქტომბერსაც რო უყურებ, აი ცდილობთ რომ სულ ახალ-ახალი კონტენტი შემოიტანოთ, ხო? ეგრე მახარად ცდილობს ჩემებო ბრავო. შემოტანს და მოპარვას შორის იცი ამხელა სკოლა რომელი კომედი შოუდან მოიპარო და შემოიტანო არის იცი რა არის მოპარვა ჯობია ჩემი აზრით ბლენდერების ვიდეოს იცი რატო იმიტომ რომ ბლენდერების ვიდეო ისეთი რომ არც არავის გაუკეთებია და მოპარვა შესაბამისად არავინ არ მოიპარავდა მაგას მივედი იმყო და 500 ლარი თამაშდებოდა აი ისი მადლობა კაცო შენ გათავათამაშეთ მოიგე ძმაო და ღმერთმა შეგარგოს ყოველდღე მადლობები არ არის საჭირო მაგრამ იცი საუკეთესოა კარგი ბინის ტიპი მირეკავდა რომ მოიგო ყოველდღე მირეკავს მართლა აი მეშინია რომ ყოველდღე ამდენი კარგი პროსტა კარმა თუ არსებობს აი როცა დავიბრუნდება ფიზიკად მეშინია მაგის ამდენი ფული სად წავიღო მართლა მოგვეო მაგარი სამუშაო იპოვა ხალხი ერთი წელი ხო მუშაობს რაღაცაში მოგვე დღეში მუშაობს ერთი წუთი კაკო რა შეეხება შენს თეზისს ანუ დამჯდარი კონტენტი უფრო ამოუწურვადი მგონია ვიდრე სამოგზაურო და ეს ადგილები ხო ამოიწურება მაგრამ ტიპზეც ხო არის? ადამიანის გონება ხო ტიპზეც უფრო ხო არის? ტიპზეც კი არ არის ტიპზია კაცო შენ რაც არ უნდა გააკეთო ეხლა რომ წახვიდე მაინც იყურება ანუ შენი ვიდეოები მაგრამ მე მონტაჟს და გრაფიკოს თუ წავიდნენ აღარ იყურება არა მომონტაჟეს ძირითადად ნაწილი მე ვარ მაინც მან და გაიგე ხალხი მიდის და ცოტა მეგონი თემები შემოაშორა ხო მოიცაჩი აი ხა კაი თემა არ იქნება და ხალხი უკან არ დაბრუნდება შეშება წინა სანამ დავიწყებდით 1 საათში და შენ წაიკითხავ თუ მე წავიკითხო რაც მოსაყოლი იყო მეგობრებო სურათი უნდა გადაგიღოთ ახალი თამაში შაპიტო სამივე აიღებთ საჟონგლიორო ჯოხებს მეგობრებო რატომ მიდიხართ ანუ მობრუნდით დაიწყებთ ერთდროულად ჟონგლიორობას პირველი ვისაც დაუვარდება იჯდება ყველა ჯოხით რა ჟონგლიორობით აჩი სასჯელი რო გითხრა ზუსტად ანუ ვერ გავიგე ანუ ეს სტორი უნდა დავდო ინსტაგრამზე რა უბრალოდ 6 ჯოხი უნდა მქონდეს ხელში ინფლუენსერ მახარ მომნიშნე რა მოგნიშნო აუ რატომ მირთულებს შეჩემ გიორგი კაპციჩკა რატო არა გაქვს შეჩემა ძვირი ღირდა და ო ბაზარი არა მეც მაგიტო არა მაქვს ციშკა რომ მქონდეს ანუ გაიგებდნენ მე რო ის 2 წუთი გავიხე ანუ რა ჟონგლირების აზია თავში მეგობრებო ვინმეს თუ მოგხვდათ ძალით არ მინდოდა ანუ უნდა დავატრიალო არ ვიცი აი ხმარ ერთმანეთში ჯდება და ხმარ ძალიან სასჯელი რა არის ვერ გავიგე ანუ 6 ჯოხი უნდა დავიჭიროთ ანუ სასჯელი არის მეგობრებო რო იცოდეთ სასჯელი არის რომ 6-ვე ჟოხით უნდა იჯონგლიოროს ვინც წააგებს ანუ ვინც 2 ჯოხით ვერ ჟონგლირებს 6 ხო მაგ საინტერესო შოუ Hello
ეგ უკიდან არ უნდა გესმოდეს ეგ ხმა. აი ვარჯი შეხება და საერთოდ რა უნდა არ ვიცი, აჩის ძალიან საინტერესო იდეები აქვს ხომ. აი მახარ ნიჭიერი ადამიანები იქნება. ერთდროულად უნდა გავაკეთოთ, ხო? ძალიან უხერხულა გძნობ თავს, აი ხალხი გვიყურებს და ორი ჯოხი მიჭირავს და აი რას ფიქრობ ისე ზოგადად ხალხის ფორმატში ჩატარებულ ძალიან მისწორდება, აგდრეც გავაკეთეთ. ის ფასიანი იყო, ნუ ფასიანი უფრო გვისწორდება, იმიტომ რომ ჩვენთან მოდის მე ის. მაგრამ ძალიან დადებითი ემოციებით მივდივართ ხოლმე ჩვენც და ხალხიც. მახარა ძალიან წინ გაიჭრა ხო მაგრა იორში თქვენ მოვიფიქრებთ. ხო, მაგრამ აი დინამიკას არაფუჭებს ცოტა? არაფუჭებს რა, ანუ იმ კუთხით რომ აქ ხო თქვენ თავს ელაპარაკებით, ეხა უნდა ელაპარაკოთ ხალხს. ბიჭო, არაფუჭებს, იმიტომ რომ უნდა მაინც სპეციალი უნდა იყოს უფრო ხალხთან ერთად გაკეთებული, მაგრამ აი მაგალითად ნახე როგორ მოტივირებულია. ანუ ხალხი ეხმარება ეხლა და ამუხტულია რა. მახარ მოდი ესე შეჩემა. სასიკვდილო, მოდი. ვერ ვიზავ შეჩემა. ახო მაგას ხო შვები შეჩემა. მომინდა. კაი რა, როგორ არის, ანუ მიმართვა? არ ვიცი, ანუ აჩი რო დაწერე ამ თემას, აგვიხსენი, რა უნდა გავაკეთოთ? იმიტომ რომ ადამიანმა შემოგთავაზა წეგან უკან გაიკეთეთო და სანამ სხვა იდეები წამოვიდა, გითხარი რა უკნა აი ამით. ერთდროულად დაიწყება ჟონგლიორობა. ანუ რა, მოიცა ჟონგლიორობა. რა ითვლება წესი? აი ხდები კალა. აი გემა ხარ. რა ხვდები, ეხა მოიცა წამე მაგარი რაღაც ხდა მახარა? მიდი აბა თუ ბიჭო, მე რა ვერ შვები იმას აღნიშნავს, რომ კაია ესეც. შეგიძლია რა ხელ ჰაილაიტია. დაუვარდა კალამ წააგო 6 ერთდროულად ალა უნიჭო რომელმა დავარდნაში რა იგულისხმება? აი ეხლა რაც მომიდა კალას არა კალამ სახეში გაირტყა ზად ხარ არა ერთდროულად დავიწყო მახარა მეიმუნჯო ეგ მომეცი. რა გამ აჰა ეს აქ ფეხს უდებ ქვემოდან რომ არ წაიქცა. რომ ასწავლო შეგიძლია? ვერ ვაკეთე. აი მე და კალამ წავაკეთ. ჩათვალეთ. ეხა 3-3 გავიყო და ვიჟონგლიორო. არა დაუბრუნე ხარ ვინმე ხო არის ეს აქ ჟონგლიორობა? რომ ამოვიდეს და გვიჩვენოს კლასი. მაგრა გაგვიმარჯვეთ აჩი გისმენ კაი მოვიმარჯვეთ ჩვენ ანუ მაინც ვაკეთებთ კი ვა სამ თვალზე ვიწყებთ ჟონგლიორობას პირველი ვისაც დაუვარდება გეტყვით საშავს ხელში მეჭირება და სასჯელი ანუ ის აღარ არის? შეცვალე აქვე? რა საშავს 6 სამი ორი წავიდა გითხარით რომ ეს არ არის წესებში. მოდი ჯობია რომ ვინმე ამოვიდეს და საუკეთესო ჟონგლიორი ვიპოვოთ ამ სცენაზე. აი ხა ვინ გარისკავს აი ამით აქ ჟონგლირებას ვისაც ეს პრიზი დავაწესო ჩვენ ანუ არ გამოგდის ჩათვალე რომ აი მახარ პრიზი დავაწესოთო და გაწყობ ფეხმოჭრილი ფეხბურთელები ვართ. აი გადააწყვეტეთ 6-ვე მახარას და თუ არ გამოსცეს ნახოთ გადააწყვეტეთ აი ეს შოუს გვიდგამ და აქამდე იმას როგორ ჯერა მახარასი წარმოები მიდი მახარას მე 6-ვე მიეცით მიდი მახარ ველოსიპედით ხო არ ივლი თან ანუ ხო არ შემოგიყვანოთ მიდი აბა ეს სუპერმენი ვიტო გადაკეთებული ხელზე რო არ შემცირდეს რა აი სუპერმენი ხო ის ხელიდან ცივდება პირველად და ფეხიდან ისე გამოიყურებ რომ ვერაფრით ვერ დავიჯერებ რომ არ ქნა ეხა ვალა იმათმა გვასწავლეს ერთი ბოშაკალი იყო მადონას ვეძახდით ხოლმე და იმან გვასწავლა რა დავაი მახარ
შემჯო შიქო ამდენ ხანი გავწერო. სიოფრო კრედიტ გავიდე შეჩემა რა დავაი მახარ 6 წლის სიოფრო მოწოდა. რას გამოგვართ შეკია? ეს აიღო 6 წელი? არა ეს მეჭირება ესა. არა ძალიან მურტალია თუ არ იცი. აი სამაგოდ ახალი გიჭირავს მე გაიგე. მოდი ხალხს დაურიგოთ ესე. ხელს რო იშევთ ეს ხინძიმე წარმოგიდგენიათ როგორია. კაი, მოდი გადავიდეთ. მე ხო მოვიგე. მე არ მოვიგე. უკვე ოცნება რო თამაში დაიწყო. მე ხო მოვიგე. მოგებაზე იყო, წაგებაზე იყო. წაგებაზე იყო. საჩუქარი არის ეს თავად ეს იტოვებ. აი შემდეგი ჩელენჯი გთხოვთ. ეყაროს. ვინ იღებს რენდომ თამაშს? კაკო, თუ ყავს მეგობრებში, კაკო. ვიღებ. დამამატე ჯერ მეგობრებში რომ ამოვიღო რენდომ თემა ამოიღე. ოკეი. და ხმამაღლა რო წებო არა გაქვს წებო. ხალხის ემოციებზე თამაში. აი ეხლა ამდენი ხე რას ვაკეთებ? რას თქვენ გაკლიათ? ეხლა უნდა მოხდეს. აქ დაამსწრე აუდიტორიას უნდა მიმართოთ 30 წამიანი ემოციური ტექსტით. ეს ძალიან ბევრჯერ გამეორდა თქვენ გადაცემაში და უკვე დახვეწა. ეხლა გამეორდა კაკო და რა არ გვინდა რა. იცით რაც მუშაობს. მიზანია დაიმსახუროთ ყველაზე მკუხარე ტაში. თქვენი სამიდან რომელიც ყველაზე აქტიურ ტაში დაიმსახურებს, მიიღებს კონვერტს, რომელშიც მახარა მოიგებს, რომელშიც დევს სერიოზული ფულადი პრიზი. ისე 80 ლარზე უნდა წავიდეს და ხადუ. აი, თამაშის მეცეს ვიხდით ვინ. ემოციები და მე ბოლო ვარ. ბოდიში დადებითი სასაცილო ემოციები უნდა იყოს თუ ისე მოუყვა ჩემი ძმა როგორ მაგან არ აში რატომ დაუკრან ჩემი ძმის მოხარშვას აი ძალიან მაინტერესებს. აი, ისტორია უნდა მოყვება. არა, ეგ არის ჩემი ნომერი. წინაზე მე პირველი ვერ დავიწყებ. ინსპირაციები მინდა თქვენგან. ვინ კალა შენ მახარამ კლასი უნდა გვაჩვენოს როგორც გავა. მიდი ინსპირაცია მოგვეცი. 3-2 წავიდა. არა გინდა. გემუდარები, პროსტა ეხა ერთი კაიტაში დაუკრათ. რომ ფული დავითრიო. ყოველთვის ესე წესებით როგორ მიდის ხოლმე თამაში. მე ფუსტი მე მე ვიზა რაღაცა. მოვიგე ჩქო. აი, დაფიქსირდა, შენი შედეგი დაფიქსირდა. ფული მოიჯვას. კალათები, კალა. მეგობრებო, უფრო მხია. ერთი კაიტაში და ამ ფულს მე გავათამაშებ დარბაზში. აკა შეგვიძლია. ძალიან დიდი თანხაა თან. მეგობრებო, ტაში დაუკარით გთხოვთ. მეც გავათამაშებ ამ ფულს იგივეს. ოღონდ თან ამ სპიჩსაც ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ ამისთვის ხართ აქ მოსულები და მე პატივს ხსენ. არა, ფულის გამო უფრო არია, ხო? ამიტომ ყველაფერი იქნება პლუს სპიჩიც იქნება. მოკლედ აქ რო ამოვედი ამ სცენაზე. ამ თახას გავაორმაგებ. რაც ფინა, ამიტომ დამთავრდა. რადგანაც 10-ში ათამაშებს და 10-ში კაკო 30 წამი ამოიწურა სამწუხაროდ შენი ძალიან სასიამოვნო იყო. დიდი მადლობა ამ თბილის სიტყვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა კაკო. არ შეუშალოთ ხელი. 3-2 წავიდა. მოკლედ მეგობრებო, გულწრფელად გეტყვით, რომ პირველად ვარ აი ეს სცენაზე რა და ჩემთვის რაღაცნაირად კომფორტული მდგომარეობა არ არის და ალბათ თქვენს გაქვთ თქვენს რაღაცა საქმიანობაში თქვენს გქონიათ ეგეთი ამბები რომ რაღაც პირველად რაღაც საკეთებთ რა. მგონია რომ კარგი იუთუბერი ვარ, მაგრამ ამ სცენაზე ძალიან დაძაბული ვარ, ძალიან ნერვიულობ და თქვენი ხურვალე ტაში ძალიან დამეხმარებოდა რომ გამახნევოს. გათამაშებაც იქნება თუ უფრო მხურვალე ტაში იქნება. მადლობა. მათემატიკაში ყველა სუსტები ხართ. ანუ თუ გათამაშების გამო ტაშს უკრავთ, ორჯერ მეტი ხო თქვიან. არა, კაცი, მახარ. მე ულიმიტო ჩემს გავზავდი, იმიტომ რომ შენი ბიუჯეტიდან გავა. ჩემიდან რატო გავაკაც? არა, ჩემი ფულიდან ვამატებ, შენ რა გონია? ესე ჭკვიანი. მაშინ ერთი წამი, მოიცა ერთ წამში. თამაშის წესები იყო, მან თავის 30 წამით სულად გამოიყენა, მახარა. ყურადღება მომისმენთ. შენ შედეგს და ეხა გეტყვი. აი ეს დეციბალებში გაზომე თუ თვით სასამართლოაშიკო? ეხა მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ყველაზე ხურვალე ტაში იყო კალას სხვის მოედანზე პოლიში რო ვერ მოიგე. რაც მოედანზე რთულია თამაში. რაც შეეხება გათამაშებას 300,000 გამომწერს. აი გარი, მაგას არა ეს ხუმრობაა, რა თქმა უნდა. ჩაიჯეს ხასო და ბარგე. გულწრფელი ადამიანის ცნობა არის, ბიჭო,
ეგრევე ეთყობოდა რომ აფერის კვერცხები არ კაი, მოდი მოვიფიქროთ გათამაშების პრინციპი. ვერ გავიგე. კიდე სიცილზე გამოვიხედე რაო. ანუ მეგობრებო, გულწრფელი რაღაცას ლაპარაკო და ფული მოგვეო იქთან ანუ მახარას დაედგა ეხა წრემლი წამოსულა და ფული მოგვე ბიჭო. ხო და არა შენ მოიგე შეჩემა. მე კი არ მოვიგე წავაკე. ანუ ფული გავათამაშო ხო? რამდენი მოვიგე? შენზე იყო ყველაზე ხმამაღალი. რამდენი მოვიგე? სტანდარტული გუში რაც გქონდა. მეგობრებო 20 ლარი ძალიან სასიამოვნოა. ანახე 20 ლარი არ არის ცოტა. ჩემ გაორმაგებულზე ჩემი თანხა მაინც უწევდა. ხები? ანუ ბიჭო ამ ფარსში როგორ გითხრევენ? აი ვერ ვიგე. უბრალოდ სწორ ადამიანებს უნდა მოვსმინოთ თავის დროზე. მაგარი გადარჩი შენი ფული ვერ დაამატე 40 ლარი ბიჭო ანუ ასამო. არა ბიჭო მე ვფიქრობდი რომ კაი, გათამაშების პრინციპი რა იქნება? აჩი ის თანხა არის რაც ირიცხება ხოლმე მართლა? ვაი მაგდენი 100 ლარია მეგობრებო მართლა და ამ 100 ლარს მე გავათამაშებ დასასრულამდე. აი რატო დაიწყე რა ბრავო ერთი აი რა ხო და რამ პრინციპი რა იქნება გათამაში მეც რო ჩავერთო. აი გიხარია საინტერესო რამ თქვა ადამიანმა საქართველოს მოგებაზე დავდოთო. რამდენი? აუჩ. ის ხალხი სად არის რომ ესპანეთის გულშემატკივრობდი. აკო კლუბი სადა გაქვთ? მართლა 15-ია ბიჭო. 12-ია რა? 12-ად არ ნუ ამას ლარიას ნუ მაშვილი პინებთ რა იმათი ავტობუსი გაფუჭა და თუ რატო დაიწყე? გითხარი წეგან აკლია ნახევარი გუნდი მეთქი და რავია. ეხა სამატყოფოდან ნელ-ნელა გამოყავ ჭეჭემა. შეყავთ პირიქით, შეყავთ. არა დაიწია გუშმენზე გამოყავ. მე წეგანაც მითხარი რომ ეს სცენა და საუბარი პირველად მიწევსო ესო. დაჟე შენ რო რადიოში არა ყოფილ ხარ? მაგრამ აი იმ სცენაზე რო ავარდი და რო იცეკვე და ერთი ამბავი რო დადგე ხა მე მაგალითად ხო მაგრამ მაშინ ჩემთან მოლოდინი ხო არ იყო? არაფრის ეხა არის მოიცა ერთსა აქ უცებ რა მოვარდნილიყავი უფრო თავისუფლად აქ ეხა მე და მახარო ლაპარაკო და ცეკვა რო დაგეწყო უფრო თავისუფლად იქნებოდი თუ ჩემი იდენტიფიცირებას ვერ მოახდენდი ოკეი ბიჭო არა და რატო ანუ ძალიან კარგად გამოგდის ლაპარაკი ხალხი მიდის როგორ ჩანს შენ ხარ აჩი აი ჟონგლიორობის გამო დარჩა ანუ მართლა შეიძლება მაგიტომ მიდის ხალხი რომ ისეთი ჩელენჯები ამოდის რომ ხო პროდიუსინგის პრობლემა და ანუ გამოუშვი მეოთხე ეხა იქნება ძალიან გამორჩეული რაღაც თამაში რა ხარ არეურად 100 ლარზე მეტი თამაშდება აჩი პრიზი არ იქნება მაგრამ ხალხი წესით ძალიან გაერთობა იმიტომ რომ ბექგრაუნდები შეგვეცვლება გარემოები და თქვენ უნდა ეს ინსპირაცია საიდან გაქვს მოიცა ჩვენ არ ვიყურებით უკან თუ ვიყურებით არა ნუ გეტყვი კალასთან ნახე ჩემი ბექგრაუნდი სხვათა შორის წინაზედან ვიცი რომ შენგან არ დაგვარეპორტო იმე ნერგავ ინსპირაციებს ყურადღება სიტუაცია არის გორი 1996 წელი მახარა და მახარას ორი კლასელი ანუ 3 წლისაა მახარა შეჩემა კლასელიც არ ყავს შენ მაგრამ 3 წლის ну აი წელი არასწორად თქვა მაგრამ ჟესტებს სხვა შორის სამოწყופო რომ დავშალეთ აქ გამოვატარეთ ის ჟესტები აი იოსებოვისა სალამ იოსებოვიჩ კაი ანუ სიტუაცია არის გორი ბავშვ მახარას მაკაცები ვართ მე და შენ ბავშვობის კლასელი და რა ვქნათ დღეს საღამოს შენ დიდი მომავალი გაქვს შენ გიყურებ დიდი მომავალი დღეს წამოხვალ ლატონის ქვას მოვიპაროთ მე და შენ ლატონის სხვა აშკარად გიყურებ შენ დღეს საღამოთი შევდივართ საავადმყოფოში და სახანში აპარატები დადგეს ეგავ თქვი მეცა და ნუ იმეორებ ხა ბარემ ჩემსავი დაიწყე ლაპარაკი არა ისა ცინკი იყო სახანში აპარატის კარები რუსულის არის ალუმინი თან ძალიან მძიმე ალუმინი წამოიღე ერთი ატვირკა წამოიღე ამას ბავშვობა გახსნა მართლა სერიოზულად არა ვიხსენებ რას ვეუბნეოდი თან ეს ვინ წამოიყვანე მე მუდო კლასელი მაკაცია შენი მახარას მუდო კლასელი ატენელი ხარ შენ აზურას ბიჭის გულხარ ვისი ხარ შენ წამოობა წამოსავლიო რა ქვია ამ ოქროკაცსა ესა კაკო დიდი მაიმუნი ჭამხარ შენ წამოხვალ ჩვენთან ერთადა
ვერაც. წავიდეთ. საიდან წამოიყვანეს კაცერენად ლაპარაკ. საყურე ლატუნია. ყველაფერს ვაბარებდი. ამას არ დაიბალებო ლომბარდში არ დაიბალებო. ეხლა რა შოუში ვარ ვერ. კაკო ეს არის ვინ არის ეხა შენ მოიხსნი ქურთულს მახარ ამოდის პლედიდან ბოლოს იმედმა ამოიღოს ეს ჩანაწერები და აი რითი ერთობა ბიჭო რაღაც მომენტში დაიკარგა ანუ ხო იყურებ და რაღაც მომენტში ნისლში გაუჩინა 96 წლის გორში უცებ კაკო შენ ისე წარმოშობით საიდან ახლა მე წარმოშობით ვარ თერჯოლიდან მართლა კი ვა სეინ იმერეთი ჩვენ ვისაუბროთ მე. აჩი რამე იმერული სკეჩის არა გაქვს უკან. იმერეთის გამოსასვლელში იპოვა ვილოტი შავა და აი შევცვალოთ. ეს შემდეგი გარემოჩავთ რა. შემდეგი გარემო. ეხა ნორიოს ხედი, უეჭველი ნორიოს ფოტო იქნება რომელი. ამაზონის პრობლემა. ყურადღება, როლები არის ესეთი რა. გველი აბორიგენი და შეიძლება მე ეს დრონი ვინმე იუთუბერის დრონი რო ვიყო შეიძლება? დავაშვებით. აჩი აბორიგენი და შენ ხარ აბორიგენი კალა, მახარ არის გველი. და მე კაკო ვარ დოპამინის გველი ვარ მე? მოდი უმღერე აბა მოდი. სალამურზე ჩასტვირე ვიდი დააწყნარე. ჩემი საკრავები რა. კაკო შენ რატომ ნერვიულობ? შენ კაკო რამე ქენი ირჩევ ნეტა ამაზონში ვიყო ამის აკოფნის მაგივრად ნეტა იმ ჩემ ყუდრო გარემოში ამაზონი რომ ყუდრო გარემოდ მეჩვენება ამდენი შიშველ კაცს უყურებდნენ ნეტა ისე ტალახში გორავდეთ ერთად რეალურად ხო მახარ გველი გააკეთე გველი ბიჭო მაგრამ მიჭირდა სუგველი აი ეხა მაინტერესებს ესე იგი ჩვენ გქონდა გორი ჩვენ გვაქვს ამაზონი კალაზე რა მოუწევს თქვენი პროგნოზები აი ეს მაინტერესებს არის კალა ეს არის ცოტანე რატომ გონი არ შეჭმა ლუდისა და აგე აი გიოგი მოვიდა რატომ გონია რომ იუმორის ისა იუმორინას კადრები წავა უკან დოლარი გველი ხო დოლარს ვერ დაწუნებული ვარო იგი კაკო ნუ აძლევ ინსპირაციას არა აქვს ეხა გაუშვა ეხა ჩალიჩებს ოპა აჩი შემდეგი ჩართე იმიტომ რომ რეპორტიორი არ მოქმედებს რაღაც სანამ იუმორინას თემაზე გადავალთ შემდეგი გარემო იქნება წყალში შენ როლები არის ესეთი ვალიხა ზიგენი და რამეს დებილი ანუ ჯიში რომ დებილი თევზი მახარას რო გავდეს ყველა თევზი დებილი კლოუნი იყოს კლოუნი თევზი კლონი რომელია აი ნემო არა კლონი კი არა შეიძლება რომ ხმალ თევზა ვიყო თუ შეიძლება რა მახარას მოთოზა კალა შენ როლში შეგიძლია შეხვიდე მე ვარ ოქტოპუსი არა შავი უნდა გაუშვა რამე შეჭრა ტრაკიდან მართლა და დავიჯერებთ ანუ რო შიშის დროს იყოს არ მეშინია ეხა თორე მე ისა მე ვარ დორი ჩამოდით და გადაიღე იქ რო დადიხარ ჯუნგლებში ავსტრალიის აი ნაკლებ ფლორა და ფაუნა არის აქ შენ მტყარში გაგივლია სხვა შორის ბენის კონდა ეგეთი იდეა რომ 24 კი არა და უნდა ჩავყვითო მტყარშიო და ვნახო რაც არის ჩაყრილი წყლის ქვეშ მტყარში ვის აქ ეგეთი ბენის რა ბენი უნდა ჩაყვინთოს მტყარში თურმე ეგეთი იდეა აქვს და უნდა ნახოს კანალიზაცია გაჭედილია არ არის რა ნივთები ჩავყარით ხალხმა რა უნდა ნახოს შავია მტყარი რა გონი რომ ჩაიხედავს იქ ფლორა და ფაუნა კანო ნახავს ყველაფერს რაც წინა დღეს ვჭამეთ თბილისელებმა ანუ შენ მოუწონე ეგ იდეა თუ მე დავფიქრდი რომ ამაზონში მექნა იგივე და დინარის ჩასვლა ამაზონში საშუალება და იმიტომ ყინთავს ტყარში ამაზონში დაგაკლდა რამე ის გაკეთებაც გინდოდა ვერ ქენი არა სხვათა შორის სიტუაცია საჰარას უდაბნო როლები ახლემი ბედუინი და ტურისტი წავიდა ბოიცა ვინ არის ვის შევაფურთხო თუ ახლები ვარ welcome my friend how are you მე რომელი ვარ ბედუინს გადააწყვეტე რა ის თავზე მოსახლეობა მახარ კუზი არის ჩემი ახლები ვარ აი კუზია მეგობრებო ეს კომო ფომას
აჩიკო გვექცეო ეს დაწერს. ეხა საჰარაში ხარ, შენ აკლები ხარ. შენი სახარ რთულია. მე რო არ მიჭის აკლემის როლიც მოვიდა. არა, შენ არაფერად ყველაფერს ერგები შენ. აი ერთი სიტუაციას დაგჭა ამის. მე ვამოწმე მესენჯერს რომ აჩის იქნება ახალი ჩელენჯი კონდეს მოწერილი. შემდეგ აი, უდაბნოში რო ხალი მარტო დარჩება გოს. კალას საოცრებო მანქანამ ჩაიარა. აჩი აღარ ენტუზიაზმით ახსავს. აჩი აღარ გვინდა. მიდი, შეჭება, მიდი. აჩი აღარ გვინდა. გაიშობა ეხლა. ძალიან დიდი ჭიც, რომელიც საკეთებს პაროდიებს. გიორგი კალატოზი, მოდი გიორგი შვილო, მოდი. ეგ არის. შეჩემა 2-4 სიუმორი და ჩართეს თუ რაღაც. აუდეს. დამ. იცი ვინ არის ეს? მე მგონი ისა. შევარდნაძია. ეს ყავენი უფრო არის. ახლა არა, ეგ არა, გარდენია. შევარდე გარდენია ვიცი. აჩი რა გინდა რო ვქნათ? ნომრები შევასრულოთ. მესამე ის ჯოხები საწაირო. გული ჭესი ახალი კაცი გიორგი კალატოზი, მოდი გიორგი შვილო, მიდი. მიდი, ცათი ლაპარაკიც გინდა. კაკო უხერხულად ხარ, ხო? არ ვიცი. ბავშვს ეკითხები. პაროდიაზე მე. სახე კი არა. ლუჟა ხარო. აბა ეს გააკეთე. ახლა ჩვენთან გარდენიაში მოვიდა. დავკრიფოთ. მუზუმბარის იები და ძალიან სასიამოვნო სეზონი გვაქვს. ამფარა? წვანილი შენ ხარ? ეგ არის, ეგ. აი, კაკა საიდან იცნობს? ეგ ვიცი. წვანელი შეხა. აჰა. არა, მაშინაც ნერვი. არა, მავანის და ამას სერიოზული ჭუბი ქონდათ. მაგრამ მაშინ ეგ არის ჩემი მავანის ეპიზოდებში ყველაზე საყვარელი მომენტი ეგ არის. ვისკენ იყავი? შენ დრამები გიყვარს მე კითხო. ბავშვისკენ წყალი რომ მოხდა. ვერ მეიგო. კეთრი აქედან. აჩიკო, დუდა გეხვეწები. კაკო, რედო თემა ამოიღო. ისევ აქედან თუ? კი, რა თქმა უნდა. ოპა, ეს არ გინდა გაკორენდომ თემა. ხელი აიწევინიყო. არა, ბოდიში. ანა მაგარი რამე და ბოდიში რომ პლედით ვზივარ და მეძინება. არა, ვამქნარებდი წეღან მართლა ბოდიში. მე რა ხოძე ვიყავ, რაღაც ხო დამპინგი ხო მაგრამ რომელმა თქვა ბოდიში ეგ რომ მითხარ. რა მოხდა? ნუ გეზარებაო, დღესო არ ანუ ყოფნა. მარტო ეხში ამჩნიეთ თუ ძალიან ხშირად ამჩნიეთ ხო? გადაცემებში თუ ამჩნიეთ ამას. არა. დღეს იმიტომ რომ ხო, დღეს ფულს არავინ არ უხდის და ტრაკი თავისი ფულით აწია და წამოიღო და დადო აქ ხვდები ხო ბენზინისა. მახარ მადლობა რომ ესე დამასაფორტე რომ არა გიორგიო ეგრე არ შვებაო და დიდი მადლობა. კაი, ახალ არიან ხალხი ვისაც უყარს რა. ეს რენდომ თემაა? ანუ გავსეეკილი რო არ ვქენი მეზარება ხო? არაშო. შეკითხვა კაკოს, ბედსონ სპორტი შენთვის ახალი სპონსორია. როგორ შეფასებდი მათთან ურთიერთობას so far? ესე შემოეტრა? შემთხვევით ეს არის რენდომ კითხვა რომელიც ეს არის ხალხის დაწერილი რენდომ კითხვა მართლა ხალხს აინტერესებს აი ესეთი რაღაცეები მე სანამ დავიწყებდი მანამდე მიხმარდა მამის სიტყოდა. შემდეგ ვიდეოში იქნება გამოჩნდება ბედსონ სპორტი ჩემს სპონსორად და დასაწყისი იდეალური. ჯერ არ შევხვედრი ვარ, მაგრამ დასაწყისი იდეალური. დავაი. ანუ კაკო, შენ და ბედსონ სპორტი შემდეგ ვიდეოში უკვე დაძმობილდებით? რა მოლაპარაკებები იყო, რასაპირებთ ერთად? თანხები თქვა, შეიძლება ვთქვა. რა თქმა უნდა, ხალხს აინტერესებს ძალიან. აი ჩვენ ვასლას ვათამაშებთ, ჩვენ რამდენი გვაქვს რა დაახლოებით უნდა რომ გაიგონ. მოიცახეთ არის მოდი, მოგვე. გაათამაშე ის თანხას დაპირდი. მოგვე. გავათამაშებთ. მომესთან აჩი მიდი გამოუშვი შემდეგი თემა. ამოიღეთ და ვინც აუ, აჰა, აჩი, აჰა. ხახი მიდის Hello darkness my old friend ასოციაციების თამაში. ეს რაღაც საინტერესო ჩანს. ხახო თქვენ დამეხმარეთ თუ ანიშნებენ ერთმანეთს. იქ მარტო მე წინა გადაცემაში დამყოფი ვარ და იქ ცალკე ოთახში. კი, დაგეხმარებიან, კი. ეგრევე მითხარით როგორ დავბლოკო. ყალა იგივე ლოგიკით პირველი ამ თამაში ანუ უკვე წავაგე და რაღაც პირველია სიტყვის პირველი ასოს ხომ ეხმამავა აკონტ მოიგო ოქროს მონეტა. ოქროს მონეტა ისევ? აუ რაღაც გაათამაშეთ კი, ოქროს მონეტა. კაი, კაკოს გავატანოთ. აღარ მაქვს პრინციპი ამიხსენი რა. რას გავატანოთ გავატანო მე რა თქმა ოქროს მონეტაში. შენ ხო გააკ? მემა ის გუნდი ჩემთან არის, წავიღე. არა
ბიჭ, აჩიკო, გეხვეწები არ იყოს ოქროს მეტალი, სათვალეები იყოს რა. პრინციპი ამიხსენებს. დიმა, სადახარ, სათვალეები გააძლე. პრინციპი აინტერესებს კაკოს. ეხლა, ხო არის ღირსი როგორ ხარ, ჩვენ ვიმებს არ უყურებო, მაგრამ არ ვეთყვი. არა, მე ნამყოფი ვარ უბრალოდ. მარტივი პრინციპია. თამაშია. როგორ შეიძლება რომ მოვიგო? შენი ძახი მაწონი, ჩვენ სამ წამში ტელეპათიურად უნდა მივხვდეთ სიტყვას ასოციაციას და უნდა ოღონდ მე არ ჩავთვლი თუ მე არ ახარასო ჩავთვლი მაწონი ხსნის ხოლმე სხვათა შორის. შორის. ეს მინიშნებული გაქვს. არა, ხო, რა თქმა უნდა, კავშირში უნდა იყოს. მოპა შეგილია შენ სიტყვას. ოკეი. ასაც მიანიშნებენ ალბათ მარტო მაგერი. კი, კავშირში იქნება აუცილებლად. ხო. ჩემი מחარისით ნიჭიერია, სულ კავშირიანებს კარნახობს ხოლმე. კაკო, თუ გინდა ერთი სატესტო ვითამაშო. გინდა? დავაი. დავაი, სატესტო. იუმორინა. სათხართ? ეს რო ვითომ მარტივი თამაში სამამდე დაითვალე. რო ვაჩვენო. 1 2 3. კალა. ეს ითვლება? ეს და წაგებდი. ნუ ეხლა კალატოზი. რა ითვლება ეხლა ნუ აზრობრივად ხო, ეგ იყო მარტივი შემოთავაზება. מחარა და ეხლა შეეხება რაღაცა. რთულს. თულს, დიახ. პლანეტა. როგორ? პლანეტა. ანეტა რა. ვერ გავიგე მართლა. ვაიმე დედრაქშირს. ჰა? პლანეტა ვთქვი მოიცა, ერთ წამის სხვა რამეს ვიტყვი. პლანეტა ხო თქვი. რაღაცა მოფიქრებული აქ არის, სხვა რამეს ვიტყვი. პლანეტა ვთქვი, არა, პლანეტა არაფერი არ არის, ხო? პლანეტა არა, პლანეტა ხო, არაფერი. კაი, მოიცა, აი, შემეშალა მართლა ბოდიში დიდი. ეს შეუძლია რომ შეცვალოს? პლანეტა თუ პლანეტა, არა, არაფერი რა არის, ხო, თქვა, ბოდიში. ბოდიში, პლანეტა ვთქვი, ბოდიში. სიყვარული. პარულია. აუ, იმედა. დავითვალო თუ? როგორ დავითვალო თუ დაველოდო. გამანადგურებელი სიტყვა გააძროჩ. უნდა თქვა რომ ზათარ. გამაზე რა იწყება? არა, ერთ წამ. თუ ეგრე იტყვით, აზრი არ ექნება რა. ხა დაბლოკეთ მართლა მე. ეხმარებიან რა გინდა. ისინიც ეხმარებიან? ხო, კაი, მიდი. ზათარ? დავაი, კაცარი არის რა, მართლა აი. 1 2 3. სიძულვილი. რა სიყვარული, სიტყვა სიყვარული რა იყო. ოპა, წააგეს. გული იყო. გულ სიყვარული არ თქვი. არის თულება მაშინ მე იგივეს თვალს. არა, აუ რა ცუდია. ერთი ძალი კაკო იგებს. მე გულზე გადავედი. სადამდეა. ორამდე კაკო. პლანეტაო და მზეო მკარნახო შეჩემა. რა მზე? ბოლომდე მიაწექი რა. კაი, გე. კაი. ვაიღე ოქროს ჩავაჭირო. ვიდი. ამაზონი. დავაი. მიდი. ნარწმუნებული ხარ? მე მგონი რა. რა. სად ვარ ხო? ერთი წამი ხომ მზად ვარ? ხო. შემიძლია დავბლოკო, ხო? კი. აუ, ეხა რატო გამოგხედე შუაქეთ უნდა ვიყურო. 100,000 კაცი ზის. ამაზონი. რომელიც? კაი, 1 2 3. კაკო. ერთი წამი რა, სწრაფად დაითვალა კაი, ძა. სხვა, კაი. რატო და ეს დისკვალიფიკაციაა, აჩი, ეს არ შეიძლება ეხა. კაკოს ვამბობდი მეც რა თქმა უნდა. რა თვალი რა შუაში. მახარა თვალი. მოგეს რო გავა. თვალი, იმიტომ სპეციალურად. ჩავშალოთ ეს. არა, ბიჭო, აეო, არ შეიძლება ესე რა. შეჩემა ხო კაკოს, აი ეს რატომ იშვებიან? პროსტა შეჩემა რომ ამას კაიფოთ, რომ თვალი დაბლოკოს, ცხვირი და რაღაცები დაბლოკოს შეჩემა. მეც მაბნევ. დაი, გეტყვი ხოლმე ესე რომ ვიზავ, ესე იგი ისე არა. კრეატორი. ეს ვერ იტყვის მაგ სიტყვას. ეგძალება. ვიცი ხო. მაგიტო თქვი. ანუ კალას არ უნდა უყურო, מחარას უნდა უყურო მარტო როგორც ვის უნდა უყურო? מחარას. კაი, სამამდე დაითვა. არა, კალა. აიცა ნოეხმარებით რა კაკოს ახლა ერთი დოზ იგებს. მოიცა, იგივე? ანუ კალას განაცვალოდები? ხო. კაი, მიდი. კრეატორი. 1 2 3. კაკო. всё, ანუ იგივე რა მორჩა რა. ესე გააკეთე? კაკო იგივე ყველაფერს ხო წეგა რიგაზე შევეკითხე, ოღონდ აჩისკენ ვიყურებოდი უბრალოდ. და მარტივია ისი. და გადამწყვეტი? აუ ერთ-ერთი ის შენ გაათამაშე ფამოკროს მომენტოს თუ მოიგე? აქვე ხალხში? რას ლაპარაკობ? ხახო, მართლა ვათამაშებ ოქროს მონეტას, ამიტომ აუ ეხა ამასკენ გადავლენ. ნებისმიერი ბლოკი მიიღება, დაბლოკეთ, რაც შეგიძლიათ და ეგრევე როგორც კი მორჩება. კალასავით არ მოვიქცევი და იმას არ დაველოდები დამთავრებას. როგორც კი მორჩება თამაში, ეგრევე ვათამაშებ. კაკო მიანიშნა. სიტყვა არ უთქია რა მივარეში ანუ ველაპარაკე. თუ არ იქნება, კავშირში უნდა იყოს. ხო, კავშირში უნდა იყოს. და ახსნას მე რატო.
კი ბატონო. იმის თქმა მინდა, მაგრამ რომ გააზრო, მაგრამ აღარ მახსოვს სიტყვა. თავის რო ყინავს, რა ქვია? კრიოგენული კაფსულა. კრიოგენული კაფსულა. ორი სიტყვა. კაფსულა. ორი სიტყვა. კაფსულა. არა, კრიოგენი არა, მოიცა კრიოგენი სიტყვით. მარტო კაფსულა? კაი, მიკროფონი. მიკროფონი? ხმა დაბლოკილია. პირიდან რაც ამბობს ყველაფერი დაბლოკეს. არა სამართლიანია ეხლა 400 კაცი ეხმარება კაკოს. არა, ჩვენ მაინც მოვიგებთ, მაიცა. ხომ ახარ. ბიჭო, მიკროფონია სიტყვა? მიკროფონი, ხო? ეწუთი. ავდგე. იმენა სახსრებში მიწეხავს. სიცივეზე ეგრე მომდის ხო? მუხლი დაბლოკილია. ხედა, შიში რეფშევა, ნახე, მუხლი დაბლოკა ხმაზე შეჩემა და რავი. იმენა. ზადვარდ. აი როგორ ასე აზრი მოდის ოღონდ აი ნელ-ნელა ტივით. ალა. შტატივი დაბლოკოთ, კი ბატონო. მადლობა. იმენა ვიდეო. რა? ვერ გავიგე, მალე. ბიჭო, შენი ძმა რატომ მიყვარს იცი? მართლა გეუბნები, აი შენი ძმა მიყვარს ერთ-ერთი რამის გამო, რომ ისეთი ადამიანი რომ რაღაცას რომ ხო, რა დაბლოკო? რაღაცას რომ მართმევს. აი, ხარისხიან და ძალიან ისე მართმევს, ხო ხდები რა, ბეწვით და რაღაცე, ანუ ისე არაფერს არ მართმევს. DJI და Rode-ის მიკროფონები დაბლოკოთ. დათვალე. მიდი. რაღა კიდე არის რამე? დათვალე. კაკო დათვალე. 1 თქვით ხალხო რა დაბლოკო? კაკო დათვალე. ბეწვი 1 2 3 ბუმი. იმედია აუ ბიჭო რა ახლოს იყო. იმედია თქვენს გაათამაშებ. ამდენ ხალხს მოვუგი. ჩვენ არ მოგიგია ჯერ. შენ იგებდი მარტო. ოკეი. ჩვენ სეზონის ბოლომდე თუ გავაწურინეთ, მაშინ ვიგებთ. ეგეთი წესია, წყილში ლობიოთესია. აჩი კიდევ არის გრანდიოზული თემები თუ აი ვინც ამოიღებს შეხვდება. აღარა მოიღოს მე, გაანებეთ და რატო იტანე? მახარ შენი ამოღება. რა კენიხა შეკითხვა სამივეს. გაიხსენეთ მომენტი, როცა პირველად უყურეთ ფეხბურთს და ამ სპორტმა შთაბეჭდილება დატოვა თქვენს კითხვი. მე მოვყვეთ მაგრამ. რიგებს სუდანეთის მის და ცოტა კარგად უნდა წაიღო. გაიხსენეთ ფეხბურთის პირველი წამები, როცა უყურეთო და ფეხბურთმა შთაბეჭდილებები დატოვა თქვენზე. ნუ შენზე რო წარუშლილი დატოვა მახარ რო გააყევი და გააგზელე ეს გასაგებია, მაგრამ მაინც მაინტერესებს რას უყურე. მაშინ ხო ყვები. კაკო. ავაი ვინც მოგავზო. ადგილი განთავისუფლდა მართლა. ძის ვინც ზიხართ? 25 წუთში იწყება სხვათა შორის. პლედის პატრონი მოვიდა. ფეხბურთს რას უყურე პირველად რა გახსოვს და ფეხბურთს უყურე პირველად მზეზე რო გადიოდა გახსოვს? კი. საკმაოდ გვიან. პრემიერ ლიგა? იქამდე ფეხბურთი არ ქონდა ნანახი. ხო, ეგ მომენტი მანამდეც უყურებ. არა, აი პირველი მატჩი თუ პირველად გამახსენდა საფრანგეთი იტალიის ნახევარფინალს უყურე პირველად 2001-ში. ხო იცი. ხო იყო ეგ. რაღაც 2001-ში არსებობდა ეგეთი რაღაც. 2000-ში. არა, 2001-ში. იყო ორი არა. ეგეთ თამაში არ მახსოვს. ყოველ 3 წელში ტარდებოდა ადრე, ხო? არა. 4 წელიწადში იყო ყოველთვის. ხო და ეგ იყო და რაღაც ოქროს გოლი იყო მაშინ ჯერ კიდე. სოფლიო ჩემპიონატი იყო, ანუ ან ევროპის ჩემპიონატი არ მახსოვს. მაშინ ევრო 2000. ბიჭო! ხო, ევრო 2000 იქნებოდა, ხო? 21 არის მასაკი. მახარ შენ რას უყურე? დიახ. მე ვიყავი მაშინ მახსოვს 5 ლარი მქონდა, იყო საფრანგეთი იტალიის ფინალი.
2006? 2006 წელი იყო ალბათ და მაშინ პირველად ლარი ჰქონდა დავლიე თქო დაიწყე. ლუდი და ანჩოუსები იყიდებოდა ხოლმე გამხმარი თევზი იყო რაღაცა ეგ ვიყიდა პირველად დავლიე მაშინ ლუდი აი ეგრე გარეთ მარტო გასულზე და მაგ ფეხბურთს უყურე და მანამდე ზიდანი და მიყვარდა სიგარეტს ეწეოდი კიდე 13 წლის ასაკში. ზიდანი მიყვარდა სიგარეტს უფრო ადრე ეწოდა ზიდანი მიყვარდა ხოლმე ძალიან იმიტომ რომ უბანს უყვარდა ოღონდ არ ვიცი რატომ არა რაღაცა დადებითად ვიყავი და იქ უბანს უყვარდა ზიდანი. ხო და იქ რო უყურე და აი მატერაც რო ჩაარტყა იქ იყო გადამწყვეტი რომ აი ვაჟკაცობის და კაცობის და მარტო ფეხბურთი რო არ არის და სხვა ადამიანი ანუ საკუთარი ოჯახი წინ დააყენა რაღაცეებზე რა ოღონდ ისე რომ არავის გაუკიცხია ამის და სამშობლო უკან დააყენა. არა შუაში არის არავის შენი გაუკიცხია. სამშობლო შენი ოჯახია ეგ გახსოვდეს ყოველთვის მე ეგრე ვთვლი არ ვიცი ხო, მაგრამ რამდენი სიყავი მაშინ? 13. მე არ ვიცი 13 და მაგის დედაში 13 და სოროქზე ვიყავი უკვე სპილენდის მოპარებისთვის რა პატარა სატანკოში დაგვიჭირეს ნაღმებიო რატომ მიგაქვთ აი მახარას ფეხბურთის ისტორიების მოსვენა ძალიან მიყვარს ხოლმე ესე. მე მახსოვს რომ ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოს სომხეთზე ვიყო ავდი მამაჩემს ეგრე მახსოვს. მაგრად ვიგებდით აი ძალიან პატარა ვიყო ეგ იყო ჩემი 97 თუ რაღაც ეგრე. ძალიან პატარა. აშვეთია რო აშვეთიობდა მაშინ. ხო, ანუ ძალიან ძველი დროა რა. შენ ძმას ხალხი მიდის რა მიდის ანუ გამოდგა მახარას რო ფეხბურთზე კითხავ რაღაც მეტის ღირსი ხარ. მოიცა მიდის მიდის რა ნიშნულობა იცი ეგ როგორი სტრესი, ანუ ლაივში რო ხარ და ხალხი რო გადის და რაღაცა რომ უნდა. არ ვიცი, გაკო ეგეთი რაღაცა აჩი იგონებს ეგეთი თემა მოვიღოთ პროექტშენია. ან მოგვიყევი შეჭმა ნუ გაგვიტარაკე საქმე რა ეს შოუც მოგვეს და ჩვენც წავალ შეჭმა და ჩემი სერვით მარტო ეხა მოყევი ოპ არა, ხალხი მიდის გავიგებაროს, ნაკრების თამაშის ყურებას არ აპირებთ? თუ როგორ არის? ამართლა აპირებთ, აქ რჩებით ყველა? დავე, თქვენ თუ აქ დარჩებით, მეც აქ დავრჩები რა. ოღონდ ცივა და ცეცხლი ხო არა აყვენ, თუ მამა ძაღლი? ეს მაგიდა გამოსაცვლელი და ბარენ. აუ, დავაი, ბოლინცა. ოსტამას ბენზინი გააძლეთ რა. აქვე გაუკიდებ, დედას გეფიცები. აჩი ამოვიღეთ თემა აი. ვის არ აუჩი, აუ. არა გჯერა, არ გჯერა. ეს თემა დააბრუნებს აუდიტორიას კვლავ. ბიგლი. სახელად პურინი გინესის მსოფლიო რეკორდსმენია. დაასახელა ერთ წუთში რამდენი ფეხბურთის მინიბურთის დაჭერა მოახერხა თათებით. შორს ვინც იქნება, იმას ვესვრით 9 მინიბურთს და ყველა უნდა დაიჭიროს. და ეს არის საჯელო, ყველა უნდა დაიჭიროს? და ვერ დავიჭერდა, მან საჯელი არის თუ არა? მახა გვაჩუქა ეგ ხალხმა და მანგამონ ახალი რა შეგვიძლია. ანუ საჯელი ვერ გავიჭერდა. საჯელი არის 9 ბურთი უნდა გესროლონ და ყველა უნდა დაიჭირო. როგორ დავიჭერე მან საჯელი? თუ ვერ დაიჭირე, აჩიკო მოდის. აჩი საჯელები არის ყოველთვის ჩელენჯები. აჩიკო მოდის იმ ჟონგლირების ჯოხებით. რაღაცა. და უნდა დაიჭირო. რაღაცა იქნება. მეგობარო, ზედმეტებში გადადიხარ უკვე. მეგობარო, მოეკიდება, არა, ნუ ნერო. ეს შენი სტუდია ხო არ? გიორგი, იმეცადინე ამას დოწვავ. გორში მეხანძრეებთან რომ ნათამაშები დომინოზე. მახარ არის მოწოდებით ჭხირკედელა, ანუ უყვარს რომ რაღაცა ცუდი ხელოსანია. გამოიწერეთ. კედელზე ცუდი ხელოსანი სახება. აუ, ცუდი ხელოსანი. ბიგლიმო, რამდენი ბურთი დაიჭირაო წუთშიო? ბიგლი ვინ არის შეჩემა? აი, ხუთის დაწვაზე ვარ ყოფილიყავი, გადარსული გაიგებდი ვინ. ბიგლი ვინ არის? ძაღლის ჯიში? ბიგლიმ დაიჭირა წუთში, რამდენი ბურთი დაიჭირაო? სულ მკიდია ბიგლი, რატო არ შეინტერესებს შეშავ. ბიგლიმ რამდენი დაიჭირა? სტრესი აქვს მას აიცა. თითქოს მას მეუხარშავდი აიცა. არა ესე ბიგლიმ რამდენი ბურთი აიცა. ამ ძმარო იხაშებოდა მოურია ბიჭო, იმიტომ რომ მარილი კარგად გახსნილი. კაკო, მე ჩემ ხელფასს გეტყვი და თუ მიღირს შენ რომ მითხრა. მე ვიცი შენი ხელფასის ისტორია, გაიზარდა იმის მერე საკმაოდ. რამდენჯერ გაიზარდა? მე რა გეტყვი. ბიჭო. ეს ბიჭო, აი, თქვენ რო იცით მე რა წესიერი ადამიანი, ეხლა ესაც ბაზრობენ, ანუ ეგ ჩემთვის არც ვიცი რა შეიძლება ხელფასი რას ნიშნავს. არც მაგარო. იმდენად სიყვარული. შენ უფრო ატკატები ხო აი იმდენად სიყვარული დაგედებ ამ პროექტს, აი, რანაირად შეიძლება ეგ სიტყვა გააჟღერო მართლა რა. აი,
რა ჯდება შენ ვიდეოში სპონსორობა? არაფერი რა უნდა. ანუ მე რო დავრეკო სიყვარულით გამიკეთებ? ეს რეკლამებს აბა რითი ვაკეთე? რაც ხა ჩემთან რეკლამები. და ის სახლი რო აიშენე და გადახვედი და რაღაც სიყვარულით უთხარი იმასაც თუ? რა, კაცო, ის სახლი ჩემი შრომით ვიყიდე. ხომ არა, რაში იღებდი ფულს? რას ქვირაში? მე მუშაობ კიდე. აბა ხელფასი არ ვიციო. მოვრჩები? არა, YouTube-ზე მოვრჩები, მე მუშაობ IT-შნიკი ვარ. IT-შნიკი ხარ? დიახ. რომელ კომპანიაში? Georgian servers. Georgian server-ის IT-შნიკი ხარ? YouTube-ს რო დაამთავრებ. და მე ღამე ბეტმენის ფორმას გადაიცვა და ქალაქს ეხმარები, ხო? აუ, ძალიან სასიამოვნოა. აი რა გავა. აი ბიგლიზე მე მიჩე. არა, კაცი იყო იდე. აჩი, ერთი წამი რა, მე ვიხსნი პასუხისმგებლობას, აჩი. ბიგლი, შენ და ბიგლი მოგვარდით, ეხა מחარა ამას ითამაშებს ეს აწიე რა ჩემთვის ეს გადმოწიე ზედა ფენა აწიე ეს წამი აბა ეს მაგიდის ზედა თავი აწიე ერთი წამი რატო? ერთი წამი აწიე რა შეჩემა რა უნდა გაგემიჯნოთ და მიღეს არა ზედა ფენა აწიე აუ იმენა საავადმყოფოა მოიტა ის არის რა რის გაკეთებას აპირებ? ესა ეხ არაზოს ეხა უნდა განახოთ ის რაც არაზოს არ გინახავთ ამ მაგიდაში დამალული რა ნელა შეშევა ფეხები ნუ გიდოს ეს რო აწიე შეგიძლია ანუ აი ეს ავწიოთ? ხო აი რო აწიო გველი იქნა. რა გინდა? საიდან ავწაკედა? ანუ ტრანსფორმერი მაგიდა რა მაგის ჩვენება გინდა? თითი ხელი მოკიდე და აწიე ერთსა რა ხტიპა? აჰა. კარგად ესე მოკიდე კარგად აჰა ხალა მოიცა მოკიდე ნორმალურად აწიე სხვა რამე ხო არ ჩავყო კიდე מחარ ანუ გესიამოვნება. გავთუ არ შეგეშინდეს აუ ბიჭო აი რა ვერ ვიგებ რატო ეშინიათ ყველაფრის ჯანდ აი სამთულაზე აი ასათო რა ის თავის გონკებში არის. ხალხი მიდის ერთი ხალხი მედის ბიგლი რამდენი ბურთი დაიჭირა ჩქარა? შემარჭე აჰო სამი მოიცე რა კითხვა რა არის კაი მეორე? აუ ვიღაცებმა და არა, ვიღადა מחარ 14 და ჩვენ ვერ გავიგეთ ანუ აი. კაიო რომ מחარას უკარნახ. ეგ ადამიანი რომ გამოვიდეს სცენაზე. ეხლა რომ გამოვიდეს 9 ბურთი უნდა მოხდეს, ხო? გამოვიდეს სცენაზე. ვინ იყვირა? 14 ბურთი ვინ იყვირა? მე დავინახე თვითონ გამოვიდეს. დაიბრალეთ ვინმე ვერც გავიგებთ. ვინ იყო? ვისაც უნდა სცენაზე გამოსვლა ამოდით. შენ თქვი აქედან მომესმა მე. სფერია სოფელი ადი გამო სცენაზე გამო. ბევრს დაუგუგლავს. შემოვლით შევდი სცენაზე. შემოვლით მოგესალმოთ. ყალა ეს აი არ მესმის. მოგვესავთ ყველაზე აქტიური ადამიანი ჩემზე ბევრად აქტიური ადამიანი დღეს ეს არის და უკან დაუდექი. ყალა გაუნაწილეს ხებსაც. გაუკანე ყალა. ხებსაც და შენი მიზანია ეხა ბურთებს გესვიან და ყველა უნდა დაიჭირო ხელს. ყველა უნდა დაიჭირო. მოგვე ხო იძახთი აი. რა ტელეფონი ეს 1-2-3 ლარი ყიღის. מחარ რა? מחარ 2-3 ლარი არ გის ეს? აი გამაგარი ფული აკო აი. სამ-სამი შეხვდება თითოს, რაიგეთ? აუ იმე ტრავმატოლოგიური კაბინეტი აი ვერ დაიჭირა პუნქტი როგორი ხორკლიანია რა სამ-სამი დაიჭირეთ ხელში. მოიწე დავიჭერ მე ფულს ვაძლევ. რა გაყვირებს ბიჭო ეს სასჯელია ხო? შენ თუ 9 ბურთს ხელში დაიჭერ, სერიოზულ ფულად პრესმი. სერიოზულ 40-მდე გაიზარდა. მოიცა აქ უნდა დაიჭირე პროსტო უნდა ვესროლოთ ო ნელა რა ეხა ნელა არა ნელა ეხა აჩი ნუ ყარნახო ნელა მე ძალიან მაინტერესებს ბოდიში დავაზუსტებ სახელი ვითხარი საბა შენ დაიყვირე 14 და 14-მდე რა დაიყვირე კი 14-ის მერე არაფერი מחარ ძალიან კარგი ძალიან კარგი ჩემ ბურთები იქნება ცოტა ესე რა და გესვით ხო მაგრამ ეხლა ესე გამოგვივარა დაიჭირა კი ითვლება ოღონდ ნუ გაწიროთ ძალიან რა ორი მე ძალიან მარტივად რო გადავაგდო შეიძლება თუ მეჭრა არა უნდა გეჭირა რა თუ ყვირი ხარ ბიჭო ვესმის
всё. მიდი კალა. იდეალურად ბოლოს კაი გაურთულეს, თორე სერიოზული ფულად. ყველა უნდა ეჭიროს თან? მაშინ ისაც რთულია. მახარ ეს როლი. ეს როლი მიდი. ეცა ჩალაგება შეიძლება. წესებში იყო რა შეიძლება. სათხარ? წესები მინდა წერა თავის წესები დროს. ეხლა დგება. დაიბარე წესების დამწერი. არა. განდეზე ვარ, ხო, აპდეიტი განდეზე ვარ. 6 არ, ეხა უფრო გამარტივებულია. ეს როლი და აქედან პროსტა დაულაგებ შეჩემა. როგორმე შენ დააჭერინე? არ დაულო, გაურთული. რაღაცა აი ხა. მახარ კალას მიეც. არ დავარ სერიოზული პრიზი. არ და მახარას კარნახა უნდა. როგორ არა დავარდა? დავარ. სერიოზული პრიზი უნდა გაიყოს ოღონდ ადამიანთან. ორივე სეკუნდის პრიზი. მაყურებელს კითხოს, დავარდა. ვინც გადა თუ გვირდები რომ ვინც გადაგარჩინა იმას გავუყობ კი ბატონო. რატო ღვინი? მოიცა, მახარ. აჩი გადაწყვიტოს, აჩი უნდა გადაწყვიტოს. აჩი ხმა მიაწვინოს. ბურთი ძირს დავარდა თუ არა? არ ნახე. მაშინ მიიღებს თვალებში ნაცრის შეყრახდა. ეხა დაყარე თუ არა, ეგ უნდა გეჭიროს 24 საათი. რამდენს მომწეთ უზაბას. რატო მიყვირი? ხალხმა გაიგოს და მაგ. სტანდარტული კუში გოგოთან ვიცი. სერიოზული სტანდარტულია. 100 ლარი ცოტა არა. 100 ჩემგან დაუმატეაჩი რა. კაი გეხუნა. მიყვირის და კიდე 100 ლარი მივცე. მახარ რატო მიყვირი? გიკარნახა შეჩემა რა. გიკარნახა თქო. რა მიკარნახა? მახარ 14-იო გიკარნახა იდეში კაი და საქმე. ფული იმან რატო მოიგო? მე თუ მიკარნახა. იმიტომ რომ შენ ბურთები არ ესროლე ძლიერ. იწყება უკვე. ჩაურიცხე? აი ხა დაუდგა. ნახე, ის წავიდა ხა დალევს. მოდი აქა. მოდი რამე იკისრე ბიჭო, სას მიდიხარ მოგვე იქ გვერდზე სექტა ყავს. მოგვე საწახვედი. უკვე ზედმეტ სახელიში არის. მოგვეების ხედან აქ. სახელი არის ის და გავცელდა. ნახე, გაყოფა. ჩემ ფულს. ოპა, გადაიზარდა დაპირისპირებაში ძალიან მიხარია, ხო შეუბედურა. კაია, წაიღე კამერა, მართლა მიდი გაიტანე. სუჭუ ხო? სუჭუ, ვინა, პროკურატურა ხარა სუჭუ შეჩერა. აჩი პირადი ნომერის თქვი ბარემ შეჩემა, აი იყო. ისი რომ მეგობრები გაიჩინა და ისი რომ მოგვეთი იცნობენ რა. მოგვე რა. ჩაიცხა? ნახე აბა. მიდი თუ ჩაიცხა, განმოგვირიცხა უკან. ოსტა გვინდა რომ დაფიქსირდეს რომ არ გავფუფლოვდეთ. ჩემი გასათამაშებელი 100 ლარი. ეგეც ეგრე თუ გაუხარდება, ყველას ჩაურიცხე შეჩემა რა. პირადობა, ანუ საშუალო აქტივობას გამოვიყვანთ. კარგად მუშაობს და ბარემ. რამე მოვიფიქროთ შენ როგორ გადა. 100 ჩემი იყო. 100 აჩისგან 100 ჩემგან. რატე ხანში იწყება თამაში? არსებობენ კიდე დიდი YouTube არხები, რომლებიც აპიქს ანუ არ გააგდებენ. თორე ეხა შეუძლია კალას რომ აი რენდომად პროსტა ტიპი არ იცის და იმას ჩაუცხოს ასთან რა. ჟმოდი და პროჭი რო იქნები თორე. აი ანუ აბა ოდი დადე ქეში რაღა ქეშით არ წამოვედი ეს გავიფლექსა კაკო თქვა ქეში არ წავმიღეო და აქედან ვიღაცამ დაიბრა ჩაგვირიცხეო და ვერ გავიგე ჩარიცხვა შემიძლია თუ მიკარნახებთ ვინმეს მე ჩარიცხე უკან ჯიბეში გაიკა ალაბი ჩავრიცხავი არ არის აი ბოლოსკა უნდა თამაში დაიწყო ჩათე თამაში თუ დაიწყო ჩვენო წინ აქვე 14-ში ვიკრიბები თქვით ისე აუჩი 14-ში აქა ვარ ხო იქნებით აუ როგორ ბედნიერი მე რა მოვიტანო ანა მოიცა 14-ში რა მოვიტანო რას მომიტანთ ჰა არა ალექსანდრე ცოდო არის ცივა იამაჰას წამოვიღებ 14-ში ქიშვარდა რა ადგინა ქიშვარდა თამაში იწყება უნდა დავუშავოთ და რა არის მნიშვნელოვანი ამ თამაში
ეს პატრიოტობაზე რო ისწრებინებოდა ის ბიჭია. არა ფიცა. მახარ მე მინდა დავამთავროთ ახლა ეს კიდევ ერთხელ პოდკასტი. გითხოვებ, რა არის ამ თამაშში მნიშვნელობა? სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა, ანუ ევროპის ჩემპიონატზე ხო გადიოდი შენ და ხო გაგიხარდა და ანუ კიდე კაი სტატისტიკას აქ არ ატარებენ, თორე ძალიან ისე უკან დავიხედით. რა გინდა? რა არის ამ თამაშში მნიშვნელობა? რომელში? მოგება, აბა რა, ბიჭო, ანუ აი ძალიან მარტივია რა. კაცი მჭობდა ერთი იცინოდაო თქვენზეა ნათქომ. იცი რა არის რომ შემდეგში კაცი რაღაცები წამოვიღოთ რა სახლიდან, ანუ პერაშკი. იქ 50 ლარიანი, 100 ლარიანი. ანუ რაღაცა, ნუ ვაფშე ნარდი გააძრეთ, ნარდი ვითამაშოთ რა. შემდეგში 1 საათად ადრე მოვიდეთ. აქ ნარდი ვითამაშოთ. ნარდი ჯობია რა. აუ რა ჭადა რა კიჩ. ნო მახარ ყურება გვინდა თამაშის, აქ შეკრებილები ვარ და და ავიგე და ადრე მოვალთ შეჩემა რა. და ადრე ვითამაშოთ. ეხლა იწყება უკვე და უნდა დავამთავრო. სანამ ხალხი შევა სტადიონზე აცა. აქ კი არ არის თამაში, იქ არის. ვიცი და იქაც იგვიანებენ ქართველები შენ რა გონი. კაკო, მადლობა მადლობა კაკო მობრძანებისთვის. რომ იყავი ჩვენთან. მადლობა თქვენ. მალე ასულიყავი 300,000-ზე და ნორმალური ვიდეო გვენახოს ალიასკიდან. მართლა კარგი ვიდეო რა. ანტარქტიდიდან. რა ერთი ხრენია ჩემო. ორივე კაცია. მოგეწონათ გადაცემა. ავაჩიკო გამოჩნდა. ავე. ტუალეტი სადა.